სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესო და ძალიან აქტუალური და მიხვდებით, რომ აი რატომ არის ჩვენი საზოგადოება, ქართული საზოგადოება იქნება ეს თუნდაც რუსული, სადაც არ არის ამისი კატეგორიულად მოთხოვნა. თუ ძალიან არ გასკდა, ვიღაცებს გაწირავენ ხოლმე საპატრიარქოში, რომლებიც უზნეობაში და ესე ვთქვათ, ამორალიზმში არიან მხილებულები. მაგრამ ისეთ ხალხს დააფარებენ ხელს, გესმით, რომ არ გასკდეს. და ისეთ პატარა რაღაცებს ამას აკეთებდნენ კომუნისტებიც. სტალინი ამას აკეთებდა, ყველანი. ესე იგი, თავისი რეპუტაციის გადასარჩენად, ხომ? პატარ-პატარა ვიღაცებს გაწირავდა, იმათ შეახოცავდა ხელს და თვითონ ყოველთვის უფრო და უფრო გაწმინდავდებოდა. აი რაღაცა მსგავს აქ ადგილი საპატრიარქოში და ილია მეორესთან მიმართებაში. მისი ცოდვები დაფარულია, არავინ არ ლაპარაკობს მასზე და ვიღაცა აი რიგითი მღვდლები, რიგითი და არც მიტროპოლიტები არავინ პასუხი არ უგიათ ამორალიზმზე და უზნეობაზე. აღარ ვაპარაკობ კათოლიკურ ეკლესიაში, იცით რა მაფია იყო, სანამდე ჟურნალისტებმა არ დაიწყეს ძიება, სანამდე არ ჩაუვარდნენ იურისტები, მომჩივანები არ გამოჩნდა, დაგროვდა და აფეთქდა შინ და ეხლაც ცდილობენ მასკირებას. იცით რამდენს კიდე ხელი დააფარეს? ბევრი გაიწირა, ძალიან ბობოლა ყონ პენსიაზე გასულები, ერთ-ერთი იყო ავსტრალიის არქიეპისკოპოსი, რომელსაც გონი გული გაუსკდა და ბევრი კიდე, ხო კარდინალები და ისინი. მაგრამ რისთვის მოხდა, რომ გაეწმინდათ ეს ინსტიტუტი, გესმით? და არ მიეგნოთ იმ დოქტრინისათვის, რომელიც ამას ყველანაირად ფარავს, სანამდე არ გასკდება, ხო? ნიპოიმან ნივორ. არა ხარ, არ დაგიჭერენ, ქურდი არა ხარ. და ეს მაგრამ მუშაობს საქართველოშიც. და ამას აკეთებს პოლიტიკოსებიც, ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, ამას აკეთებდა შევარნაძეც, როცა საკითხი დგებოდა, ვინ ნაშზუკინსინ, ჩვენი ნაბიჭვარის, ბოდიში და ნაბუშარის გაწირვა არ შეიძლება. და როცა გასკდება, ძალიან მერე უნდა დაფარონ და შეიძლება ფიზიკურადაც გაანადგურონ ეგეთი ადამიანი და მოკლან, იცით ხომ, ესეთი რაღაცებიც მოსულა. რასაც უკეთებენ ხალ ფაფ დიდის, მე კი არ ვამბობ, რომ ის უნწიგლოა პირიქით, ის ვიგინდა რა ადამიანია, მაგრამ მარტო ეგ იყო და მარტო ეს შავკანიანები აკეთებდნენ ამას და თეთრკანიანები. რაზე გადაიღო სტენლი კუბრიკმა ის ფილმი, ხო? ღია დახუჭული თვალები. ასე რომ აი ეს ყველაფერი არის ძალიან ისეთი, რა ქვია, საფრთხილოდ მისადგომი და როცა აი მაგალითად ხდება ესეთი სკანდალი აქ პროტესტანტიზმში, ხო? შედარებით, მოდი ვთქვათ, შედარებით, აქ უფრო ესეთი ძალიან მძაფრი რეაგირება ხდება ხოლმე, რაც დაემართა სტივ ლოუსონს. ამას ინეზედაც მომიყოლია მე. და ასეთ კითხვაზე ადრეს გაცა ჯონმა მაკარტურმა პასუხი და მე მგონი არ იქნება ურიგო, რომ კიდევ მოვისმინოთ ამას იმეორებენ, იმიტომ ეს ძალიან აქტუალურია ამერიკაში, როცა ესეთი სკანდალები ხდება ეკლესიაში და ევანგელისტურ წრეებში. სიძვაში მხილებულ ლიდერს შეუძლია, რომ მონანიების შემდეგ ისევ აღდგეს? თუ ადამიანი ღმერთმა აერჩია მსახურება და მოგვიანებით მოუწევს თანამდებობიდან გადადგომა, რაიმე მორალური შეუსაბამობის განო, განა ღმერთი, როდესმე მაინც არ აღადგეს ამ ადამიანს მის მსახურებაში? და ჯონ მაკარტური პასუხობს. თვითონ წაიკითხა კითხვა, კიდევ ამოფეს ცოტა სხვანაირი სესია იყო, წერილობითი და თვითონ პასუხობს. ნება მომეცით გადახედოთ 1 კორინთელთა 9:27 მულს და მოკლედ მოგცეთ კომენტარი. მე მოკლედ არ მინდა გადავხედო, მე გადავხედე და წაგიკითხავ თქვენ თავს მთლიანად, რომ კარგად წარმოგიდგეთ, როგორი იყო პავლე და რას თხოვს ის უკვე ტიმოთესაც და ტიტესაც შემდეგ, ხო? აი, ნახეთ 9 თავში თავის დახასიათებას აკეთებს პავლე. განა თავისუფალი არა ვარ? განა მოციქული არა ვარ? განა არ მიხილავს ჩვენი უფლის იესო ქრისტე? ჩვენი უფალი იესო ქრისტე? განა თქვენ ჩემი ნამოღვაწარი არა ხართ უფალში? თუ სხვებისათვის არა, თქვენთვის ხომ მაინც ვარ მოციქული, ვინაიდან ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენ ხართ უფალში. აი, რა პასუხს გავცემ ჩემს გამკითხველებს. განა ჩვენ არა გვაქვს ჭამასმის უფლება? განა უფლება არა გვაქვს დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას. ნახეთ, უფლის ძმებზე იყო ლაპარაკი, ხო, იაკობი და იუდა, ესე იგი მათაც ყოლიათ რა ქვია, მეუღლეები და კეფა არის პეტრე იგივე. თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უმუშევრობის უფლება, რომელ ჯარისკაც უომია უდესმე საკუთარი ხარჯით, ვინ რგავს ვას და მის ნაყოფს კი არ ჭამს, ვინ წყემსავს სამწყოს და სამწყოსდან რძეს არ სვავს, განა ადამიანურად ლაპარაკობ ასე?
განა რჯულიც ამასვე არ ამბობს, რადგან დაწერილია მოსეს რჯულში, პირს ნუ აუკრავ მლეწავ ხარს. განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი? თუ ყველა ჩვენთაგანისთვის ამბობს ამას, დიახაც ჩვენთვის წერია, რადგან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და ლეწვისას, მლეწავსაც უნდა კონდეს თავისი წილის მიღების იმედი. თუ სულიერი დავთესეთ თქვენში, განა დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვინკვა თქვენგან? თუ სხვებს ძალაუფლება აქვს თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა? მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ძალაუფლება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას. ნუ თუ არიცით, რომ ტაძრისაგან ჭამენ ღვთელსახურნი, ხოლო სამსხვერპლო სახური სხვერპლიდან იღებენ წილს, ასევე დაუწესა უფალმა სახარების ქადაგებლებს სახარებით ცხოვრება. ნახეთ, სახარების ქადაგებლებს სახარებით ცხოვრება და ტაძარი რო ახსენა, ეს ძველი აღთქმიდან მაგალითი მოიყვანა და დღეს რო ტაძარში არიან ეს მღვდლები სახარებას რო არ ასწავლიან. ეხლა კი შიომ დაიწყო, იმიტომ რომ იცის ხო უკვე თანამედროვეობა უტევს გლობალიზაცია. თეოდორ გიგნაძემ, ოთხოზორიამ, ხედავთ, შეურიეს კიდევაც სახარება რომ გაიმართლონ თავიანთი მოღვაწეობა. და ამავე დროს სანთლები და რიტუალები ცოცხლე ბლომად არის. ვაგრძელე მე-15 მუხლიდან. თუმცა მე არც ამადგან გამომიყენებია რაიმე და არც იმიტომ გწერთ, რომ ახლა ვქნა ასე, ვინაიდან სიკვდილი მირჩენია ვინმეს მიერ ჩემი ქადილის გაბათილებას, ვინაიდან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს დასაკვეხნი, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა და ვაიმე თუ არ ვახარებ, რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ნების საწინააღმდეგოდ სახლმმართველობა მაქვს მონდობილი. მაშ რა არის ჩემი საზღაური? ის რომ როცა სახარებას ვქადაგებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვიყენებ ჩემ ძალაუფლებას სახარებაში, ვინაიდან ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა ღვთისათვის. იუდევლებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდევლები შემეძინა. რჯულის ქვეშ მყოფთათვის, როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ არა ვარ, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა. ურჯულოთათვის, როგორც ურჯულო, თუმცა არა ვარ ღმერთის ურჯულო, არამედ ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი, რათა ურჯულოები შემეძინა. უძლურებისთვის უძლური ვიყავი, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასათვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთები. და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისთვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე. განა არიცით, რომ ასპარეზე ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ ირბინეთ ისე, რომ ჯილდო მოიპოვოთ. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისაგან. ისინი ხრწნადი გვირგვინისგან მისაღებად, გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი უხრწნადისა. ამიტომ მეც გავრბი ვარ, მაგრამ არა უმიზნოდ და არც ისე ვიქნევ მუშტებს, ვითომ ჰაერს ვცემდე, არამედ ვთგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ უქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოჩნდე. აი მიაქციეთ ყურადღება ამ ბოლო ორ მუხლს და ამაზე ილაპარაკებს ბატონი ჯონი. ამიტომაც მე გავრბი ვარ, მაგრამ არა უმიზნოდ და არც ისე ვიქნევ მუშტებს, ვითომ ჰაერში ვცემდე. მუშტები იცით ხომ? ადამიანზე გასარტყმელად ეს იყო პანკრატი მე მგონი თუ არ მეშლება მაშინ ჭიდაობისა და კრივის ნარევი და ბოლო არამედ ვთგუნავ, ვდრქუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ უქადაგებ, თვითონ უღირსი არ გამოჩნდე. ანუ დისკვალიფიცირებული არ აღმოჩნდეო, პავლე მოციქული ამას ამბობს. და აგრძელებს ამას ჯონ მაკარტური ამ მუხლის ირგვლივ. პასუხი მე მჯერა, რომ ეს დამოკიდებული იმაზე, თუ რაზეა ლაპარაკი, რომელ სამსახურზე. რომელ სამსახურზე შეუძლია ამ ადამიანს, რომელიც ადრე მხილებული იქნა ამორალიზმში, უზნეობაში და შეიძლება სიტყვა უფრო იქ წერია სიძვაში, მონანიების შემდეგ აღდგეს და დაბრუნდეს. და ჯონ მაკარტურნებოს საკითხავია რომელ სამსახურში. იმიტომ ეკლესიაში არის ბევრნაირი მსახურება. მე მჯერა, რომ ადამიანს შეიძლება რომ ჩავარდეს მორალურ ცოდვაში და შემდეგ აღდგეს რაიმე ტიპის მსახურებაში ეკლესიაში. დიახ, მე მჯერა. მაგრამ მე მჯერა ასევე, რომ არის გარკვეული მსახურება, რომელშიც ადამიანს უკვე აღარ შეუძლია ჩაერთოს საკუთარი თავი. და ეს არის ღვთის სიტყვის ქადაგება და სწავლება, როგორც მოძღვარი და როგორც უხუცესი. და ეს არის ყველაფერი ბიბლიიდან. ჩვენ რომ გადავხედეთ ახლა პავლეს ამ წერილს,
იქ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება არის და ყურადღება მიაქცეთ თქვენ ამას. მე ვთოკავ და ვიმონებ ჩემს სხეულს. ვრდგუნავ, ვცემ. სიტყვასიტყვით ეს არის თვალის ჩალურჯების ტოლფასი. დარტყმას, რომ ვიმორჩილებ ჩემს სხეულსო, რათა ვაქციო ჩემ მონად. რატომ? იმის გამო, რომ პავლეს აქვს შიში. რომ თუ მე სხვას უქადაგებ, მე თვითონ ვიქნები რა? ადოკიმოს. ბერძნულად დისკვალიფიცირებული. ადოკიმოს ბერძნული სიტყვა. უღირსი. და სხვადასხვა სიტყვები ნიშნავს გამოცდას და არაადეკვატურს. პავლე ამბობს, ჩემი დიდი შიშია, რომ მას შემდეგ რაც სხვებს უქადაგებ, მე თვითონ დისკვალიფიცირებული ვიქნებიო. და მე მჯერა, რომ სრულიად შესაძლებელია ქადაგებლის დისკვალიფიკაცია, როდესაც ის მხილებული იქნა ამორალიში და მერე თუ მოინანიებს, აქ უკვე ვეღარ დაბრუნდება. და თქვენ შეიძლება იკითხოთ, რა აძლევს ამ დისკვალიფიკაციას. და ეს ძალიან ნათელი არის ამ მუხლიდან. ჩემს სხეულს, ხედავთ, ჩემს სხეულს ვურტყავ წემ, ესე იგი ეს ჩემი სხეულია, რომელმაც შეიძლება მომცეს მე დისკვალიფიკაცია. სხეულის ბოროტად გამოყენება ტოლფასია მსახურების დისკვალიფიკაციისა. მე არასოდეს სმენია ვინმეზე, ვინც პიროვნების რესტავრაციაზე ან დაბრუნებაზე ლაპარაკობს და ესეთი ბევრი არის დღეს, ხო? რომ მსახურებაში აღადგინონ პიროვნება, რომ პარალელურად აი ეს მუხლები მოიყვანონ. ისინი სულ სხვა რაღაცას მიედმოედებიან და ისე ამართლებენ ამ საქციელს, რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს და გააგრძელოს ისევ პასტორობა ან უხუცესის როლი. პავლე კი ამბობს, რომ ჩემი სხეული უნდა დავიმორჩილო, რადგან ეს სხეული არის, რომელიც ცოდვებს ატარებს. თქვენ შეიძლება იკითხოთ, რომელ ცოდვებზეა ლაპარაკი. ეს უკვე იმავე ეპისტოლეში, მე-6 თავში, მე-18 მუხლში. პავლე გვეუბნება, გაეკეცით უზნეობას, ანუ სიძვას. ყოველი სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანს ჩადის სხეულის გარეთაა, ხოლო მეძავი, უზნეო, ამორალური, გათახსირებული, შეიძლება ბევრნაირად ითარგმნოს, ის ცოდავს თავისი სხეულის მიმართ. ასე რომ პავლე ამბობს, რომ სიძვა არის სხეულის უნიკალური ცოდვა. ასე რომ მე უნდა გავაკონტროლო ეს უზნეობა, რათა ჩემი სხეული არ ჩავარდეს ამორალიზმში და არ მოხდეს ჩემი დისკვალიფიკაციაო. რისგან? ქადაგებიდან, ლიდერის როლიდან, ქადაგებლის პოზიციიდან, რომ არ მოხდეს დისკვალიფიკაცია. ახლა სრულიად შესაძლებელია მონანიების შემდეგ ეს ადამიანი დაბრუნდეს სამინისტროში, მსახურებაში. და ეს არის ზუსტად ეკლესიის მიერ რესტავრაცია მონანიებული ადამიანის. და ღმერთ სარგებლობა მოუტანოს სხვა ამპლუაში, სხვა როლში. მაგრამ რესტავრაცია მისი ამბიონზე, რესტავრაცია უხუცესის პოზიციაზე, სადაც ის ხილულია და მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, უკვე აღარ შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ კაცი უნდა იყოს უმციკლო და უსაყვედურო. კაცი უნდა იყოს ერთი ქალის კაცი, ეს ნათქვამია ნათლად 1 ტიმოთესა და ტიტეში. ის კაცი არის, თუ ის კაცი არ არის უმანკო და უმციკლო, ბუნებრივია, ვინც მრუშობს. ეს კაცი ვეღარ იქნება უსაყვედურო, ის კაცი არ არის ერთი ქალის კაცი. ასე რომ ის სამაგალითო ეტალონი, მოდელი დაიმსხრა და მას უკვე აქვს ლაქა. ხედავთ, სულიერი ლიდერობა, ქადაგებლობა არ ნიშნავს იმას, თუ რას ამბობთ, არამედ ის, თუ თქვენ რა ხართ და როგორ ცხოვრობთ. ეს არის თქვენი ცხოვრების თლიანობაში. და არა მარტო ის, რას ლაპარაკობ თეორიაში. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ სულიერი ხელმძღვანელობა მხოლოდ კარგი ქადაგებაა, ბიუჯეტის გაზრდა, ეკლესიის გაფართოება, საქმის კეთება, მაშინ თქვენ შეგიძლიათ აქ ნებისმიერი ადამიანი დადგეს ამბიონზე. მაგრამ თუ ამბიონზე დგომა და სულიერი წინამძღოლობა ეხება თქვენს ცხოვრებას, მაშინ ამ კაცის ცხოვრება უნდა იყოს უმციკლო და მისი რეპუტაცია უნდა იყოს შეუბღალავი.
და ეს გადამწყვეტი ფაქტორია. დიახ, ცოდვებში ჩავარდნილი ადამიანი შეიძლება აღდგენილი იქნან ეკლესიაში, თანამოზიაროებაში, თანამეგობრობაში, სხვა პოზიციებზე. და მათ სარგებლობა მოუტანონ გარკვეულ დონემდე და ემსახურონ უფალს. მაგრამ მე მჯერა, რომ მას შემდეგ რაც მათ გაანადგურეს, შელახეს თავიანთი ეს მოდელი, ისინი ვეღარ დაბრუნდებიან უკან როგორც უხუცესები და როგორც პასტორები. რადგან ისინი აღარ არიან უმციკლონი. ისინი უსაყვედურონი აღარ არიან. მათ აჩვენეს თავი, რომ ისინი არ იყვნენ ერთი ქალის კაცი. და ეს უკვე ამძიმებს მათ სახურებას. და ეს ნამდვილად ასია, მე ეს ჭეშმარიტად წავს, მაგრამ ეს არის ის, რომლის მოვალეობის ტარების ძალასაც ჩვენ გვაძლევს ღვთის სული. და ეს ჩვენი დამსახურება არ არის. მადლობთ.